გამარჯობა, მე კონსტანტინე ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. ირაკლი ყობახიძე სიტყვით უკვე გამოვიდა. სტამბულში გრძელდება საპარლამენტაშორისო კავშირის ასამბლეა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. ნიუ-იორკში დასრულდა გაეროს ექსპერტთა კომიტეტის სესია, რომელშიც საქართველოს იუსტიციის მინისტრი მონაწილეობდა. ზაფხულში საერთაშორისო ფორუმს უკვე თბილისი უმასპინძლებს. შტატებში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე. ლიბანმა და ისრაელმა 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს. ტრამპი ახლო აღმოსავლეთში გარდამტეხ ცვლილებებსა და ომის დასასრულს აანონსებს. პარიზში მსოფლიო ლიდერების შეხვედრას ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერი და საფრანგეთის პრეზიდენტი უმასპინძლებენ. საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსულმა დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. 2 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის ქალაქ ტუაფსეში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინის საჰაერო იერის. პარიზში ისტორიულ გრან-პალეში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა, სადაც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი. ამ და სხვა მნიშვნელოვან ამბებს პრაიმ ტაიმის გვერდზე წაიკითხავთ. შეხვედრამდე.